დევნილი ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით წეროვანში შექმნილმა სოციალურმა საწარმომ იკორთა მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა წეროვანში მცხოვრები ქალები იკორთაში ვერცხლის და მინანქრის სხვადასხვა ტიპის სამკაულებს ქმნიან, რაც უკვე წარმატებით იყიდება ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც სულ მალე მათ მიერ შექმნილი პროდუქცია ექსპორტზეც უნდა გავიდეს. სალომე ლემონჯავა იმყოფებოდა წეროვანში და როგორც ვიცი, თავადაც დაამზადა მინანქრის სამკაული, თუმცა ჯერ არ მინახავს, უფრო მეც კი მისი სიუჟეტიდან გავიგებთ. გლობალური გენდერული უთანასწორობის ყოველწლიურ სტატისტიკაში საქართველოს არც თუ სახარბიელო ადგილი უკავია. შედეგად კაცების ჩართულობა ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალებისას ტრადიციულად მნიშვნელოვნად აჭარბებს. თუმცა მანკიერი ტრადიციის გარღვევას თავად ქალები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ. მიუხედავად სირთულეებისა, პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი დევნილი ქალებიც. მათ შორისაა წეროვანი, რომლებიც წლების წინ თავს მხოლოდ ერთნაირი სახლებითა და ცარიელი ქუჩებით დაგამახსოვრებდათ. მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. როგორც თავად ადგილობრივები გვიყვებიან, გაიხსნა სხვადასხვა კონცეფციის მაღაზია, სასწავლო ცენტრი თუ საწარმო. ამ უკანასკნელს შორისაა სოციალური საწარმო იკორთაც. ადგილობრივი მცხოვრები დევნილი ქალების ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა. ჩამოვედით წეროვანში, მშვენიერი ამინდია და ახლა უკვე ნელ-ნელა მივემართებით და ვუახლოვდებით ერთ-ერთ სოციალურ საწარმოს, რომელსაც ქვია იკორთა და რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანი საწარმო გახლავთ ბევრი მიზეზის გამო. მათ შორის თუნდაც იმ მიზეზით, რომ აქ დასაქმებულები არიან დევნილი ქალები, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და მუშაობენ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ვერცხლზე, მინანქარზე და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა, მაგრამ უფრო მეც და ვფიქრობ, უფრო საინტერესოდაც ამ ყველაფრის შესახებ მოგვიყვება ქალბატონი ნანა, რომელიც დღეს ჩვენი მასპინძელია. გამარჯობა ქალბატონო ნანა და მოდი მოვუყვეთ მაყურებელს თქვენი, ასე ვთქვათ, იმ სოციალური საწარმოს შესახებ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ძალიან მცირე სასტარტო კაპიტალით დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკორთ არის თვითშენახვადი ბიზნესი და აქამდე თუ ჩვენ წეროვანში ვსტუმრობდნენ სტუმრები იმისათვის, რომ მხოლოდ მოესმინათ თუ რა საცოდაობა დევნილობა, რამდენი პრობლემა გვაქვს, დიახს, რა თქმა უნდა, დევნილობა არის ძალიან ცუდი. ამ ადამიანებს აქვს ძალიან ძიმე ისტორია, ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გვაქვს რაღაც, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ. კოვიდმა ჩვენ გვაჩვენა, რომ მანამდე თუ მხოლოდ ძირითადად ტურისტები იყვნენ ჩვენი მომხმარებლები, ეს არც ისე მოკლედ სასარგებლო არის განვითარებისათვის და ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ბაზრის დივერსიფიცირებაზე და წელს ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საწარმოს მომხმარებლების, პროდუქციის მომხმარებლების წილი ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება შეიძლება იყოს ჩვენთვის. თბილისიდან ჩასულ სტუმრებს მასპინძლებმა სასიამოვნო და საპასუხისმგებლო სიურპრიზიც დაგვახვედრეს. ყველა ჩვენგანმა მინანქრის სამკაულის დამზადებაში მონაწილეობა მივიღეთ და მიღწეული შედეგებითაც კმაყოფილები დავრჩით. მოკლედ ახლა იწყება ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი, იმიტომ რომ მინანქარი უნდა ჩავსვა ვერცხლის ნაკეთობაში და დავიწყო მისი გაფერადება. რუსულ ოკუპაციას გამოქცეული ქალების მიერ შექმნილი იკორთას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე თბილისში მდებარე კონკრეტულ მაღაზიებშიც. მათ შორისაა სოციალური კონცეფციის სივრცე ესკი, რომელიც სოციალურ საწარმოთა ალიანსმა სულ ცოტა ხნის წინ გახსნა და მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული სხვადასხვა სოციალური საწარმოს პროდუქციას თავს ერთ სივრცეში უღრის. სალომე მოგვიყვება უფრო მეც აი ამ სივრცის და მათ შორის იკორთას შესახებაც თან გადავინაცვლოთ იკორთასთან სალომე და თან გამარჯობა და თან მოგესალმებით, მიხარია რომ მასპინძლობთ სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ გახსნილ პირველ მაღაზიაში, სოციალური კონცეფციის მაღაზია ესკიში, რომელმაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, პირველად გაერთიანა სოციალური საწარმოების პროდუქცია ერთ სივრცეში. აქ თქვენ ხედავთ სხვადასხვა ტიპის ნივთებს, მათ შორის როგორც უკვე აღნიშნეთ, არის იკორთა და მოხარული ვარ, რომ თქვენ უკვე ადგილზე დაამზადეთ ნივთები. ესკიში წარმოდგენილი არის 20 სოციალური საწარმო, 350-ზე მეტი დასახელების პროდუქცია და წარმოდგენილი სოციალური საწარმოებიდან
უმრავლესობას არ გააჩნია დამოუკიდებელი ფიზიკური სივრცე, სადაც ყოველდღურად შეძლებენ მომხმარებელს დაახვედრონ თავიანთი პროდუქტი. შესაბამისად, ამ მაღაზიის გავლენა საკმაოდ მაღალია და განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში არსებული სოციალური საწარმოებისათვის და მინდა თქვენი ეთერითაც ვისარგებლო და ჩვენს მაყურებელს, მომხმარებელს უთხრა, რომ გვიწვიან გაკეთეთ სოციალურად პასუხისმგებლიანი შენაძენი და ამით თქვენ იძენთ არა მხოლოდ ნივთს და საჩუქარს, არამედ ნივთს, რომელიც აძლიერებს გარემოს, საზოგადოებას და აქვს დადებითი გავლენა სამყაროზე. საქართველოში 150-მდე სოციალური საწარმოა დაფუძნებული. თუმცა როგორც თავად სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, გაზრდილი ხარჯების, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ბოლო 1 წელში საწარმოთა დაახლოებით 30% დაიხურა. იკორთა კი ერთ-ერთია, რომელიც წარმატებით ცდილობს საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და სულ მალე ვერცხლისა და მინანქრის ქართული ნაწარმი ექსპორტზეც გავა.